ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რაც გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, მე მისი წამყვანი თენგო ომანიძე გახლავართ. დღევანდელ ეთერში ჩვენი სტუმრები იქნებიან პოლიტოლოგი პროფესორი ქალბატონი თამარ კიკნაძე და ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, პროფესორი ბატონი დავით კუხალაშვილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დღეს სიმართლე გითხრათ, გქონდა ცოტა განსხვავებულ ფორმატზე გათვლილი ეს გადაცემა, გვინდოდა გვესაუბრა იმ საფრთხეებზე და რაც ჩვენს რეგიონში ხდება და იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენი პოლიტიკური სისტემის წინაშე დგას. თუმცა აი ბოლო დღეების განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, პრინციპში ეს ალბათ იყო პასუხი ამ ყველაფერზე ჩვენს პოლიტიკურ სისტემას, რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანების ირგვლივ დაწყებული აჟიოტაჟი წვავდება, ეს არ აღმოჩნდა რაღაც ესე ერთდღიანი და ორდღიანი პროტესტი. როგორც ჩანს, ეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევად იქცა არსებული და იქცევა მომდევნო დღეების განმავლობაში არსებული პოლიტიკური სისტემისთვის. ამ თემაზე მინდა ვისაუბრო მით უფრო, როდესაც ჩვენი რესპონდენტები არიან სწორედ ის ადამიანები, პროფესორა, რომელსაც პირდაპირ შეხება აქვს ამ პროცესებთან და ალბათ ვისი აზრიც პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც მთავრობა იღებს ხოლმე მსგავს გადაწყვეტილებებს. ქალბატონო თამარ, თქვენთან მინდა რომ პირველ რიგში გადმოვიდე შეკითხვით. იყო თუ არა ინფორმირებული აი პროფესორების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ცვლილების შესახებ, რაც გამოაცხადა საქართველოს პრემიერმა, თუ იყო მანამდე ამ ყველაფერზე საუბრები, თუ აი როგორ მოხდა ეს მოვლენა, რომ მოუყვეთ? იყო ეს მოულოდნელი თუ მოლოდინი არსებობდა ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ აუდიტორიას. ეხლა განათლების რეფორმაზე დაიწყო ლაპარაკი. აი ბოლო რაღაცა უკანასკნელი რამდენი ერთი წლის განმავლობაში, ხო? მაგრამ მე მაგალითად როგორც პროფესორი და ამ შემთხვევაში მე ვარ პროფესორი და თან ვარ პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენელი, ხო? ამიტომ ჩემთვის განათლებას არ აქვს დატვირთა როგორც საგანმანათლებლო სისტემას, განათლება მე რომ მკითხო ყველაზე დიდი პოლიტიკა. და მე თვითონ ვაფიქსირებდი ჩემ კოლეგებთან ერთად, რომ ის ვითარება, რაც არის განათლების სისტემაში, არ შეიძლება რომ გაგრძელდეს. იმიტომ რომ 35 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ამ განათლების სისტემის ნგრევა. ეს არ ეხება მარტო უმაღლეს განათლებას და ჩვენ ვართ წარმომადგენლები ამ უნივერსიტეტების. ეს ეხება დავიწყოთ საბავშვო ბაღიდან. საბავშვო ბაღი, სკოლა, შემდეგ უნივერსიტეტი და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ყოველთვის აი ნებისმიერ გადაცემაში მე ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, რომ ესე გაგრძელება არ შეიძლება. მით უმეტეს, რომ ყველასთვის ცნობილია და ვთანხმდებით იმაზე, რომ ქართველები ზოგადად არიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები. ამიტომ მათ ეს ბუნებრივი ტოლვაცა აქვთ განათლებისაკენ და მე მინდა გაგახსენოთ უბრალოდ რაღაცა წიგნი დავწერე და იქ სტატისტიკური მონაცემები მქონდა მოყვანილი, რომ საბჭოთა კავშირში საქართველოში იყო ყველაზე მეტი პროცენტულად ეს ერთსულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მეცნიერებათა დოქტორი, კანდიდატი, უმაღლესი განათლების მქონე, ყველაზე მეტი ბიბლიოთეკა, კინოთეატრი და სხვა კულტურული დანიშნულების რაღაცა დაწესებულებები.
და მთელი რიგი სამეცნიერო სკოლები არსებობდა და ჩვენი მეცნიერები იყვნენ მსოფლიო დონის მეცნიერები და ის სკოლები რომელიც შეიქმნა მაშინ ხო მაგრამ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მე მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები შემოვიდნენ და იყო ესეთი მაგალითად მარკ მალენი, რომელიც რას გვეუბნეოდა, თქვენ თავსო ძალიან მაღლა აყენებთო და დიდი წარმოდგენა გაქვთო თქვენ თავზე. არაფერი განსაკუთრებული თქვენ არ ახართო და არ გჭირდებათო ეს მაღალი დონის რაღაცა პროფესიონალები, ექიმები და საერთოდ ეს კოლონიალური სისტემისთვის არის დამახასიათებელი, რომ კოლონიაში არავითარებ არც ტექნოლოგიებს, არც სხვადასხვა პროფესიებს. აი, კაპიტან თამარ, ეს მიდგომა, რომ თქვენ არ ხართ ეხა ისეთი განვითარებული, ხო, ალბათ ეს სიტყვა შეიძლება ვიხმაროთ, როგორც თავი წარმოგიდგენია და არ გჭირდებათ მთელი რიგი პროფესიები. აი, რას ნიშნავს ეს, რანაირად უნდა გავიგოთ? ჩემთვის ეხა მაგალითად არც ის პოზიცია არის ბოლომდე მისაღები, რომ წარსულში თუნდაც ჩვენ ვიყავით რაღაც ეს ფენომენალური უნარით დაჯილდოებული ხალხი და ყველაფერი და სამყაროს ცენტრი ჩვენ ვართ, არასწორია, რა თქმა უნდა, ასე აღქმა. და რა თქმა უნდა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მერე განვითარებულმა პროცესებმაც მით უფრო განაპირობა ის, რომ ჩვენთან აი ეს საგანმანათლებლო სამეცნიერო ბაზა ძალიან შესუსტდა, მაგრამ თუ კი რაღაც ეტაპიდან არ დაიწყე ამ ყველაფრის განვითარება, ხო შეუძლებელია რომ მათ შორის განვითარებულ ქვეყნებს როდესმე დაეწიო ან მიუახლოვდე მათ სტანდარტებს. არ გჭირდება ერთია დღევანდელი მოცემულობით, მაგრამ თუ არც განვავითარებთ, ეს ხო აშკარად ნიშნავს იმას, რომ არც არასდროს გვეყოლება ასეთ მაგალითად ტექნიკური განათლების მქონე ქართული საზოგადოება. ეს აი ესეთი მიდგომა ეხლა სადღაც თქვენ თქვით, რომ კოლონიური სისტემის მიდგომებიაო ეს და გასაგებია, რომ ეხლა დასავლეთს ეს მიდგომები ქონდა, მაგრამ საკუთარი ხელისუფლებაც რო ასე უყურებს ამ საკითხს, ეს არის ამ შემთხვევაში ჩემთვის გაუგებარი. მოდით იმას დავამთავრებ, მე რატო გაკეთდა, ხო? იმიტომ რომ ადამიანები რომლებიც აქ მუშაობდნენ, ჯერ ესეთი მოგვანიჭეს განვითარებადი ერის სტატუსი. შესაბამისად, განათლებაც იყო განვითარებადი ერის და ხანდახან ჩამოდიოდნენ და ლექციებს გვიკითხავდნენ და აქ დებილები ეგონათ, რომ ცხოვრობდნენ. აი, აფრიკაში სადღაც რო კითხულობდნენ იმ კანიბალებთან დაახლოებით ისეთი დონის და მე აქ რო ხვდებოდნენ, რომ არ არის აქ ისეთი განუვითარებელი ადამიანები, არა, ზოგჯერ მათთვის აღმოჩენა იყო. მაგრამ ამას ძალიან პრაგმატული დატვირთვა ჰქონდა, იმიტომ რომ მათი სპეციალისტები მოდიოდნენ აქ, იღებდნენ გაცილებით უფრო მეტ ხელფას, ეს ძალიან კარგი წყარო იყო მათი დასაქმებისა და მშვენივრად სარგებლობდნენ იმ ყველა პრეფერენციით, რაც აქ მუშაობასთან იყო დაკავშირებული. ეხლა რაც შეეხება შემდგომ განვითარებას, აი მე რაც ვადევნებ თვალს, ეხლა აქ ვიყავი, მე საზღვარგარეთაც ვიყავი, არა, მიმდინარეობს აი ამ განათლების სისტემის ნგრევა და განსაკუთრებით ეს ეხება უკვე აი სკოლაში მიმდინარე პროცესებს, იმიტომ რომ აი ხანდახან როდესაც ვცდილობთ, რომ მე მაგალითად და ბატონ დავითიც ჩვენ ფუნქციას კეთილსინდისიერად ვასრულებთ, ხო? კარგ ლექციას ვკითხულობთ და ვცდილობთ, რომ რაღაცა განათლება მივიტანოთ ამ ახალგაზრდა თაობამდე. ხანდახან ისეთი დონეა სკოლაში, რაც მათ აქვთ მიღებული, რომ ხანდახან სიტყვების მნიშვნელობას ვასწავლი ხოლმე. ანუ ის რაც წესით 11 წლის 12 წლის განმავლობაში სკოლაში უნდა ესწავლა საშუალო დონის გარეშე შემოდიან ისინი უნივერსიტეტებში. ამიტომ აი რა რეფორმაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და რომელიც დაწყებული არის, ну პარალელურად კი დაანონსებული არის, რომ განათლების სისტემაში სკოლაშიც მიმდინარეობს ეს რეფორმა, ну იქ არის სტანდარტიზირებული რაღაცა. სხვათა შორის ეს ცუდი არ არის, იმიტომ რომ ზოგიერთი სახელმძღვანელო ისეთი დონის არის, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე და რას ასწავლიან ბავშვებს. ეს არ არის ცუდი. იმიტომ რომ ერთი სტანდარტი რა თქმა უნდა ფორმებთან დაკავშირებითაც ითქვა ფორმებიც კარგია, კი, მაგრამ არის რაღაცები, რაც ჩვენთვის არის გაუგებარი.
და აი მაგალითად ეს რატომ ხდება განათლების რეფორმის დაწყება 200 წლოვანი უნივერსიტეტის გაერთიანებით. როდესაც არის ერები, რომელსაც ესეთი ისტორიული წარსული განათლებაში არ აქვთ და რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ შეთხზან და მოიგონონ ისეთი უნივერსიტეტის არსებობა, როგორც არის TSO და STU, ხო, ტექნიკური უნივერსიტეტი და ამ დროს შენ ამ რეფორმას იწყებ იმითი ათეულობით უნივერსიტეტი არსებობს, ეხლა როგორი ხარისხის არის, მე რამდენიმე ვიცი, მაგრამ რასასწავლიან და სხვათა შორის ვინც ფიქრობს, რომ განათლება ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ განათლების ინსტიტუციები ეს არის უდიდესი სოციალიზაციის კერები, ხო? აი სხვათა შორის მე მინდა დავანახო იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკასთან ამას არ აკავშირებენ და ჩემი ერთ-ერთი დოქტორანტი წერს ესეთ ნაშრომს, რომელიც ეხება განათლების როლს პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში და ამაში მთელი თეორია არსებობს. თუ ვინმე მარიცის, შემიძლია ამ თეორიაზეც ველაპარაკო და შემდეგ აი დისერტაციაც გავაცნო, რომელსაც მე მიზანმიმართულად ვაწერინებ ჩემ დოქტორანტს იმისთვის, რომ ნათელი მოვფინოთ. ანუ ზოგადი განათლების დონე რა გავლენას ახდენს პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაზე. საერთოდ განათლების ნებისმიერი ინსტიტუცია, საბავშვობაღიც კი, ხო, არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური გავლენის აგენტი. და ისე მე ხაზს უსვარ, რომ აგენტი, რომელიც არ არის სათანადოდ განსაზღვრული ჩვენ საზოგადოებაში, აგენტი არის უცხოური სიტყვა და მაგალითად ინგლისურში ნიშნავს ორი რამდენიმე ადამიანის ან ჯგუფის წარმომადგენელს, ხო? ინტერესების და არა ის კონოტაცია, მაგალითად შპიონი და რაღაცა ჯაშუში, ხო? ამიტომ ამის განსაზღვრებაც არის და მთელი თეორია არსებობს აი ამ სოციალური გავლენის აგენტების საშუალებით, როგორ უნდა შექმნა შესაბამისი საზოგადოება, ხო? და არ ვიცი, ხა გაცნობიერებული აქვთ ეს თუ არა აქვთ გაცნობიერებული აი ამ განათლების სისტემაში და მე ნებისმიერი ჩემი გამოსვლის დროს ამაზე ვლაპარაკობ. ბატონ დავით, თქვენთან გადმოვალ პრინციპში იგივე თემაზე რო განვაგრძოთ საუბარი. რამდენად საზოგადოებისთვის ცნობილია ეს ინიციატივა გაერთიანებაზე კონკრეტულად უნივერსიტეტების წინასწარ არ იყო ცნობილი ესე ფართო ჯგუფებისთვის. ჩვენ საუბრობთ ასევე განათლების და ეს ყველაფერი არის განათლების რაღაც რეფორმის ნაწილი. პირველ რიგში აი ჩემი როგორც მოქალაქის პრეტენზია ეკუთვნის მთავრობის მხრიდან აი ანგარიშვალდებულება რამდენად არსებობს, რომ თუ კი აკეთებ რეფორმას, ესეც ხო რაღაც კომერციული საიდუმლო არ არის, როგორც ზოგიერთ დოკუმენტზე იძახიან, რა პრობლემა იქნებოდა, რომ ეს გახდეს ფართო განხილვისაგან, ვიცოდეთ დეტალურად რა რეფორმა ტარდება და ამის შემდეგ იყოს მიღებული ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომლებიც აი ესეთი გრძნობიარე აღმოჩნდა, ხო, ჩვენი საზოგადოებისთვის. თქვენ თუ ხედავთ ამ პრობლემას და პირველ რიგში ნებისმიერი რეფორმა ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი, ალბათ სწორი იქნება ვთქვათ, რომ უნდა მოხდეს იმ ადამიანების ჩართულობით, რომლებიც ამ სფეროში საქმიანობენ, აქვთ აქ მუშაობის სტაჟი და მომავალშიც ვინ უნდა ისაქმიანოს, ხო? შემდეგ აი ამ მიმართულებით. განათლების რეფორმის ჩატარება ისე რომ და მით უმეტეს უნივერსიტეტების გაერთიანება ისე რომ ეს წინასწარ არათუ შეთანხმებული არ ყოფილა, საერთოდ საქმის კურსში არ ყოფილა პროფესორ მასწავლებლები, ვინც პირდაპირ საქმიანობს ამ სფეროში, აი ეს რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და რამდენად არის ეს ხარვეზი წმინდა ადმინისტრირების კუთხით, თორე შეიძლება ხა იმ რეფორმაში მართლაც არაჩვეულებრივი რაღაცები უწერიათ და გეგმა მშვენიერი აქვს, მაგრამ ასე სიტყვაზე გვიწევს რომ ვენდოთ ხო მთავრობას. პირველ რიგში მევესალმები თქვენ აუდიტორიას. გითხრათ სიმართლე, სადღაც ერთი თვის და რამოდენიმე დღე შეიძლება ერთი და ცოტა მეტის წინ ეს ვერსია ყოველ შემთხვევაში ამ ვერსიამ გამოჟონა საზოგადოებაში. არსებობდა ძალიან ბევრი ვერსია, მაგრამ გითხრათ სიმართლე, თავიდანვე უბრალოდ მე ესეთი პოზიცია მქონდა, რომ ამის გაკეთება ვფიქრობ, რომ არ იყო მიზანშეწონილი. ცოტა სიღრმისეულად რომ გადავხედოთ ამ პრობლემას, ჩვენ აუცილებელია, რომ რაც პოსტსაბჭოთა საქართველოს გავხდით, ძალიან მოკლე განვიხილოთ პერიოდი სამეცნიერო ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში რა ხდება.
ეს არის პროცესთა ერთობლიობა, როდესაც ყველა ხელისუფლება პრაქტიკულად ჩართულია ამ მიმართულების, რაც შეიძლება რომ დეგრადირებული იყოს სამეცნიერო ტექნიკური სექტორი. ყველა სამწუხარო გახლავთ ის გარემოება, რომ არც ერთ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ მომდევნო ხელისუფლებას არ გაუკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პროპაგანდისათვის ისინი ცალსახად მიანიშნებდნენ, რომ ამ სამეცნიერო ტექნიკურის მიზანმიმართული მოშლის ორგანიზატორი იყო მისი წინა ხელისუფლება. ეხლა რამ მდგომარეობაში ვართ ზოგადად ამ გადაწყვეტილებით და რა შედეგებს მოიტანს, ეს ცოტა ნაადრევი ამას საუბარი, მაგრამ დააკვირდით როგორ დაიწყო ზოგადად პროცესების მიმდინარეობა. პირველ რიგში მოხდა ის, რომ დააუძლურეს პრაქტიკულად დაფინანსების გარეშე ეტაპობრივად დაშალეს და დააკუცმაცეს სამეცნიერო ტექნიკური ცენტრები, რომელიც საქართველოში ძალიან მაღალი დონით გამოირჩეოდა, იმიტომ რომ ის იყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, რომლის დროსაც ამ ტიპის დაწესებულებები გამოიყენებოდა მათ შორის სრულიად საიდუმლო კვლევებისათვის, რაც რა თქმა უნდა ქვეყნის ეროვნულ საფრთხეებისათვის განსაკუთრებული იყო. ამის შემდეგ ამას მოყვა ზოგადად სამსახურების შემცირება, მოყვა მაღალი დონის სამეცნიერო კადრების გადინება საქართველოსთან, ზოგი უმუშევრობა, შემდეგ ეს შენობები საკმაოდ სარფიანად გაიყიდა და ძალიან საინტერესო იქნება დღევანდელი პრემიერ-მინისტრისათვის, რომელიც დეკლარირებული კურსის თანახმად ის იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, რომ აი ამ შენობებსაც გადავხედოთ, არა მარტო სააკაშვილის, არამედ უფრო ადრე ვინ ჩაიგდო შენობები ხელში, რა ფასად ჩაიგდო, როგორ ჩაიგდო და შესაბამისად მივიღოთ საბოლოო ჯამში დასკვნამდე, რომ უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებამ ძირგამოთხრილი საქმიანობა აწარმოა საკუთარი ქვეყნის სამეცნიერო ტექნიკური სეგმენტის წინააღმდეგ. რისთვის იყო საჭირო? იმისათვის იყო საჭირო, რომ პრაქტიკულად ქვეყანას არ ქონოდა სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტიზის მაღალი დონე, რომ ზოგადად ჩვენ გაგვეხორციელებინა უსაფრთხო პროცესები. ვერ ნახავთ ერთზე უმაღლეს სასწავლებელს, სადაც გამოყენებული რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც გამოყენებული არის ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და სადაც მიმდინარეობს ან სრულიად საიდუმლო, ან საიდუმლო გრიფით კვლევები. თუ გადავხედავთ, ჩვენ ხო ამდენხანს საუბრობდით, რომ ჩვენ ვიყავით ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და კოლექტიური დასავლეთის ნოესშენ საბჭოთა კავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ბრძოლაში განსაკუთრებული როლი სწორედ იმუშავა სამეცნიერო ტექნიკურმა დაზვერვამ. იმდენად ორიენტირებული იყო ამერიკის შეერთებული შტატები ამ სეგმენტზე, რომ იქ დაუშვა ესეთი პრაქტიკულად იმ პერიოდისათვის მიუღებელი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან გაამართლა, რომ მაღალი ფინანსური შემოსავლების მქონე ადამიანების ჩართულობა, ისინი პრაქტიკულად ყველა პროექტში მიმართულების მიხედვით დებდნენ თავიანთ ფინანსებს და კონკრეტულ სახელმწიფოზე დომინირების მოპოვების შემდეგ ისინი ამ სარგებელს და ამაზე რა თქმა უნდა უფრო მეც იღებდნენ. მასში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა მაღალი დონის უნივერსიტეტი თავიანთი პროფილური, ძლიერი პროფილური მიმართულების მიხედვით. ამ ჩვენი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში არაერთ ხელისუფლების პირობებში გინ დოკუმენტალურად, გინ სიტყვიერად არაერთი მიმართვის მიუხედავად არავინ ამაზე ზოგადად ყურადღებას არ ამახვილებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძირითადი პრინციპი, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს ნებისმიერმა ხელისუფლებამ, ეს გახლავთ, შეიძლება ბევრი პრინციპი დაირღვეს, მაგრამ აუცილებელია, რომ სახელმწიფო მეგობრულ ურთიერთობებში იყოს სამეცნიერო სექტორთან. იმიტომ რომ ერთადერთი სექტორი გახლავთ სამეცნიერო სექტორი, რომელიც ყოველთვის ჩუმი პროტესტით გამოირჩევა, მაგრამ ეს არის ჩუმი პროტესტი ზუსტად საწყისი იმისა, რომ მართალია მეცნიერები ამ დროს აქტიურ პოზიციას ვერ იკავებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში წინ წამოიწევს ხოლმე სტუდენტური მოძრაობები. გადახედონ, ვინც ზოგადად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს, რა ტიპის შედეგები მოყოლია არამეცნიერულ დაუსაბუთებელ მეს პრინციპით მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორ გააქტიურებულა სტუდენტური მოძრაობა და როგორ დამდგარა კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი დამხობის საფრთხის ქვეშ ისეთი ძლიერი სპეცსამსახურების მქონე სახელმწიფო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც უკვე ქალბატონმა თამარმა საკმაოდ კარგი მინიშნება გაუკეთა და მე ვფიქრობ, რომ მე ცოტა რაღაც დავამატებ, რაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ეს გახლავთ, რომ
პროცესი, რომელიც იგეგმება, ეს არის პრაქტიკულად მნიშვნელოვანი დარტყმა ისტორიული საფრთხეების კუთხით. მთელი პროპაგანდისტული მანქანა სახელმწიფოების, რომელსაც არ გააჩნიათ სათანადო ისტორია, ისტორიული ძეგლები და ამ შემდეგ და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სხვისი მიიტაცონ და სხვისი თავისად ააქციონ და ამ შემთხვევაში, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ უკვე საუკუნის განმავლობაში ესე ბრენდირებულ პროდუქციასთან, არ შეიძლება რომ ის შთაითქას და მოხდეს თქვათ რომელიმე სხვა უნივერსიტეტის საფარქვეში. არსებობს ამის შესაძლებლობა, რომ მაგალითად ჩვენ რომელიმე მეზობელმა რაღაც პერიოდის შემდეგ აი ეს მიღწევები რაც აქვს ქართული ტექნიკურ სკოლას მიითვისოს გამოაცხადოს საკუთარ მიღწევებად. მე არ ვიცი სახელმწიფო როგორ აკონტროლებს და მე ვფიქრობ რომ სახელმწიფო პრაქტიკულად ვერ აკონტროლებს სამეცნიერო ტექნიკურ უსაფრთხოების მიმართულებას და მინდა რომ გავაფრთხილო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთმნიშვნელოვან საფრთხეზე. ჩვენ გვყავს მაღალი დონის მეცნიერები. გვყავს ზოგადად ალბათ ისეთი მეცნიერები, რომლებიც საერთოდ არც დაუწერიათ დისერტაცია დაუწერეს და ამ შემდეგ და ძალიან კიდე ბევრ რამეზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს პრობლემები რეალურად არსებობს. მაგრამ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი დონის ინტელექტუალური განვითარება, რომლებიც ქმნიან ძალიან მაღალ პროდუქტს სამეცნიერო ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით და შესაძლებელია, რომ ეს პროდუქტები ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღმოჩნდეს უცხო სახელმწიფოებში და უცხო სახელმწიფოებმა მიიღო მნიშვნელოვანი მოგება. მე ვფიქრობ, რომ ეს მიმართულება ალბათობის მაღალი ხარისხით გათვლილი არ არის, იმიტომ რომ თვითონ კონტროლის მექანიზმი სახელმწიფოს არ გააჩნია. მივხვდით, ამიტომ ჩვენ ესეთი გადინებები მთელი ამ პოსტსაბჭოთა საქართველოს პერიოდში ჰქონდა და არა მარტო ეს გადინებები, არამედ ჩვენ ჰქონდა მიტაცება პრაქტიკულად ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების, როდესაც სხვადასხვა პროგრამებით დაიტაცეს და იტაცებენ და დღესაც მოქმედებს ეს მექანიზმი მაღალი ინტელექტუალური განვითარების ახალგაზრდებს, რომლებსაც შეეძლოთ რომ საკუთარ ქვეყანაში ძალიან დიდი როლი შეესრულებინათ საკუთარი ეროვნული საფრთხეების სისტემის გაძლიერებაში და ჩვენ პრაქტიკულად ეს ადამიანები დავკარგეთ, იმიტომ რომ ჩვენ არც ფინანსურად ვიყავით ამისთვის და არც მორალურად და არც პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ჰქონდა ხელისუფლებას. და ერთი რამ უნდა ვიცოდეთ კიდევ რომ აუცილებლად მინდა გავაფრთხილო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღება, სახელმწიფოს გააჩნია ძალიან მაღალი დონის ოპერატიული აგენტურული საქმიანობის მქონე სამსახურები და აუცილებელია რომ მათი ძალები და საშუალებები მიმართული იქნას იქითკენ, რომ წინასწარ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა მოხდეს და განხორციელდეს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღოს პოლიტიკური დესტაბილიზაცია. მე არ ვიცი მხარეებს რამდენად ეყოფათ ზოგადად ან შეცდომის აღიარების შესაძლებლობა ან უკან დახევის უნარი რამდენად ექნებათ, მაგრამ ერთი რამ სასახად მინდა გაგიცხადოთ, რომ ამ გადაწყვეტილების გაცხადებამ პრაქტიკულად პოლიტიკური დესტაბილიზაციის მუხტი აამაღლა. ერთ ნიშანდობლივ გარემოებაზე მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილოთ და საზოგადოების და განსაკუთრებით სპეცსამსახურების კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემ პატივისცემად სპეცსამსახურის თანამშრომლებისადმი, რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისადმი. იქ არის საკმაოდ მაღალი დონის და მაღალი ინტელექტის მქონე თანამშრომლები, რომლებიც ძალიან კარგად აღიქვამენ საფრთხეებს, აფასებენ რისკებსაც და მოქმედებენ ისე როგორც უნდა მოქმედებდნენ. თუ რაიმე პრობლემური ამ სამსახურებში ხდება, ეს არის ხელმძღვანელი რგოლის დანაშაულებრივი ქმედება, როდესაც ისინი შთანთქავენ ინფორმაციებს და ეს ინფორმაციები არ არის იდენტიფიცირებული საფრთხეებად, შემდეგ რისკები არ არის შეფასებული და ხელისუფლებას არ ეწოდება ესეთი ტიპის ინფორმაცია. ეხლა ესეთი ტიპის გადაწყვეტილებას რო ღებულობს, თუნდაც კონცადაზორო კუთხით, მე ესე ვფიქრობ, რომ აგენტურული აპარატი და სხვა კიდე საშუალებები აუცილებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო და ამ მდგომარეობაში ზოგადად ხელისუფლებას თავი არ უნდა ჩაეგდო. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე. თუ პროცესები არ დარეგულირდება და მშვიდობიან ფორმაში არ გადავა და ალბათ გარკვეული რაღაცების დათმობა ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას მოუწევს, შესაძლებელია რომ ეს პროცესი დასრულდეს ძალიან ცუდად. შეიძლება მან მიიღოს ისეთი განვითარება პოლიტიკური მიმართულებით, რომ ამას შეიძლება ზოგადად სერიოზული შედეგები მოყოს. მათ შორის პოლიტიკური დესტაბილიზაციის კუთხით. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, ყველა ძალასთან შეიძლება რაღაც დოზით დაპირისპირება, მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდეს, რომ სამეცნიერო წრეებისა და სახელმწიფოს შორის მეგობრობის მცირედი ჩამოშლაც კი ეს არის
დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. და ისედაც სახელმწიფო განვითარების ალბათ მთავარი შემაერთებელი ფაქტორი და კიდე ერთი მოკლედ ამ მიმართულებაზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ. ქალბატონი თამარიც ამას აფიქსირებდა არაერთ ეთერში და ისე ვიყავი მეც, რომ ეს იყო იმდანაც ბუნდოვანი, რომ ზოგადად ამ შედეგამდე აუცილებლად უნდა მისულიყავით, იმიტომ რომ არავინ არაფერი არ იცოდა და არც ახლა არავინ არაფერი არ იცის. მე ძალიან სიღრმისეულად გადავხედე ყველა იმ მიმართულებას, რაზედაც საუბარია რეფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ დავინახე მათემატიკური ღირებულება. ეს არის ზოგადად რეფორმის ღირებულება და ვერ დავინახე რეფორმის შემდეგ ის ღირებულება რა ეფექტსაც სახელმწიფო მიიღებს. აქედან გამომდინარე პროექტის რეფორმას, რომელსაც ესეთი ტიპის ღირებულებითი ნაწილი გათვლილი არ აქვს, ეს არ არის რეფორმა, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ უსაფრთხოდ. ყოველ შემთხვევაში ბოლომდე დაგეგმილა და გააზრებულა. არავითარ შემთხვევაში, არა, ნახეთ, ამის ზოგადად ესეთი ტიპის რეფორმის განხორციელება, თუნდაც ჯგუფი რამოდენიმე მეცნიერი მიიყვანოდა და ასე შემდეგ, თუნდაც პოლიტიკოსი, ეს არ არის უსაფრთხო გადაწყვეტილება. უსაფრთხო გადაწყვეტილება იქნებოდა მაშინ, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლება შექმნიდა მაღალი დონის ინტელექტუალური განვითარების მქონე ადამიანების და პროფილური დარგით შესაბამის ჯგუფს, რომელიც მეცნიერულად მათ შორის საიდუმლო გრიპირებით თქვეს, განახორციელებდა კვლევას, რომელიც მოგცემდა იმ შედეგებს, რამდენად მომგებიანია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და ისე სხვა თვალსაზრისით. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ რა. ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ ახლა? ეს არის უდიდესი კრიზისის მდგომარეობა, იმიტომ რომ პრაქტიკულად სამეცნიერო ტექნიკური უსაფრთხოების სექტორი, როდესაც მოშლილია, ყველამ უნდა იცოდეს ეს ხელისუფლება იქნება თუ არა ხელისუფლება, რომ სწორედ ამ სექტორის სიძლიერე და ეს სექტორი იძლევა შემდეგ სხვა მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას. დანარჩენ შემთხვევაში ზოგადად ქვეყანას განვითარება. კი ბატონო, კრიზისის საკითხს დაუბრუნდებით, რამდენად არის გააზრებული ეს კრიზისი მართლურ გოლში, ალბათ ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი შეკითხვა. ქალბატონ თამარ, საუბრობდა ბატონი დავითი დესტაბილიზაციის, პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხეზე, მით უმეტეს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარებული მოვლენები და ამას თავად ხელისუფლება საუბრობს, რომ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მათ შორის გარედან დაფინანსებული ჯგუფები არიან ჩასაფრებულ პოზიციაში ყოველთვის, რომ რაიმე ისეთი თემა ნახონ, რასაც შემდეგ გამოიყენებენ დესტაბილიზაციისთვის. ხელისუფლება ამას ხშირად კონტრპროპაგანდას უპირისპირებს ხოლმე, რომ აი აგენტები არიან ისინი, ვინც ქუჩაში დარბის ეხა და რაღაც რადიკალურ მოთხოვნებს აყენებს, მაგრამ ეს არის თემა, საუნივერსიტეტო თემა, რომელმაც გამოიწვია ისეთ ხალხში გაურკვევლობა, ზოგ შემთხვევაში გაღიზიანებას და პროტესტიც, რომლებიც არანაირად არ არიან კავშირში და ბმაში აი იმ რუსთაველდზე მიმდინარე პროცესებთან და ანუ ისეთი ხალხიც ასე ვთქვათ გაანაწყენა ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით, ვისი განაწყენების არც საფუძველი ჰქონდა მას, არც რაიმე საჭიროება. რამდენად თქვენი აზრით მყარია დღეს ქართული პოლიტიკური სისტემა საიმისოთ, რომ მსგავსი ტიპის კრიზისს გაუძლოს, არის თუ არა ხელისუფლება ამისთვის მომზადებული და ყავს თუ არა მას დასაყრდენი საზოგადოებაში საკუთარი მომხრეების, ასე ვთქვათ, საზოგადოების იმ ნაწილში, რომელთანაც შეძლებს, რომ აი ასეთი ტიპის მოქმედებების მიუხედავად შეინარჩუნოს სტაბილური პოლიტიკური გარემო. ბატონმა დათომი ლაპარაკა ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაზე და აი სტუდენტების გავლენაზე, თქვათ, იქ პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ დეგოლის ხელისუფლება, ხო, რომელიც ფაქტობრივად ეს იყო ძალიან პატრიოტი და თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანი და სტუდენტურმა მოძრაობამ იგი იმსხვერპლა, ხო? და ყოველთვის არსებობს, ხა ახალგაზრდა თაობა არის ყველაზე უფრო პასიონარული. და თუ ჩვენ მივადევნებთ თვალს, არა, მათი გამოყენებით ხდება ძალიან ბევრი პოლიტიკური და დესტრუქციული ქმედებების დანერგვა და განხორციელება. და ეხლა ბატონმა დათომაც აღნიშნა, მაგრამ მე როგორც პოლიტოლოგი ვაფიქსირებ იმას, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა დაალაგოს ურთიერთობები ინტელიგენციასთან და სამეცნიერო წრეებთან. რატო? იმიტომ რომ ეს საგანმანათლებლო ინსტიტუციები არა ქმნიან განწყობას მთელ ქვეყანაში.
ამიტომ რა თქმა უნდა, ამდენი წლის განმავლობაში მე სულ ყოველთვის მაგას ვამბობდი. რას ასწავლიან სტუდენტებს. დღეს რაც ხდება იქ რუსთაველზე, ესენი ყველა ჩვენი შვილები არიან, ხო მართალია და ყველა ისინი ძალიან მენანებიან იმისთვის, რომ ზოგი ციხეშია და ზოგს ისეთი ფსიქოლოგიური განწყობა აქვს, რომ ელემენტარულად ქვეყნისთვის არის საშიში, ხო? ამისი კონტროლი არის აუცილებელი. ისევე ვიმეორებ, საგანმანათლებლო დაწესებულებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი, გავიხსენოთ ახლა, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს იპყრობდა, ხო? პირველ რიგში რას ცვლიდა? საგანმანათლებლო სისტემას, იმიტომ რომ აღეზარდა თავისადმი ლოიალური ახალგაზრდა თაობა, ხო? დაჭერს აი მონასტრების ნგრევა ისლამიზაციის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, მეჩეთების იძულებით დამკვიდრება, მაშინ ამ შენობებს ჩვეულებრივ საგანმანათლებლო ფუნქციაც ჰქონდათ რეალურად. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეკლესია ჩვენ ცხოვრებაში და საერთოდ მსოფლიო ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, ხო? და ამ საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწეოდა. ეხლა რა შეეხება დღევანდელ სიტუაციას. ჩვენ არა ვართ მარტივ სიტუაციაში და მე არ განმეკუთვნები იმ ადამიანს, რომელიც რაღაცნაირად ჩემი პირადი განწყობა ან საწინააღმდეგო განწყობით ხელმძღვანელობ. ხო, მე ხა პოლიტოლოგია და პირველ რიგში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის სახელმწიფოს უსაფრთხოება. ამიტომ ჩემი თქვათ კრიტიკაც გამოწვეულია იქიდან, რომ მე არ მინდა რომ აქ რაღაცა დესტაბილიზაცია მოხდეს. ისევე როგორც ბატონ დათოს. რატო? ძალიან რთული საერთაშორისო ვითარება. და აი მე ყოველთვის უჭერდი მხარს ხელისუფლებას, რომელიც აფიქსირებდა ამ ეროვნული ინტერესის აუცილებლობას, ხო? და მხარში ვედექი და ყოველთვის ვამბობდი, რომ საგარეო პოლიტიკაში ისინი ძალიან სწორად იქცევიან, როდესაც აი ეროვნულ პოლიტიკას ახორციელებენ და გამოდიან ეროვნული ინტერესებიდან. აქაც მე მინდა ავუღნიშნო, რომ საგანმანათლებლო აი ამ სისტემის შეცვლა ეს არ არის მარტივი. და აი ის ქმედებები, თქვათ, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ხო, ესე ერთი ხელის მოსმით, ხო, უცებ ესეთი საკითხების გადაწყვეტა რა, რომელიც არ არის საზოგადოებასთან შეთანხმებული და ამასაც მე ხშირად ვამბობდი, რომ საგანმანათლებლო რეფორმა ვინმეს თუ გუნია, რომ საკონსტიტუციო რეფორმაზე უფრო ნაკლები მნიშვნელობის არის და მოითხოვს ძალიან მაღალი ხარისხის ლეგიტიმაციას. ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ავტორიტარიზმისკენ არის მიდრეკილი მთელი ეს ქმედებები, ცალკეული ტრამპიც კი, ხო, ეხლა ჰარვარდის უნივერსიტეტს შეუწყვიტა აკრედიტაცია, ნუ იქ კიდე სხვა მიზეზები არის. მაგრამ აი ის კონცეფცია, ის რიტორიკა, რასაც დღეს ახორციელებს ხელისუფლება. აი დღეს უსმენდი მაგალითად გამოვიდა მინისტრის მოადგილე და мотивация ამ რეფორმის შენ გეუბნებიან, რომ აქ არავის არ შეექმნება პრობლემა, ხო? და ესე იგი ყველას შეუნარჩუნდება ის სამსახურები, მაგრამ არავის არ ლაპარაკობს არავინ იმაზე, რომ 104 წლის უნივერსიტეტი, ხო, ტექნიკურ ფაქტობრივად ისტორიიდან ხრება და მას მიენიჭება ესე იგი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელი და ამ ხნის განმავლობაში, რასაც ის ახორციელებს, სად მიდის ეს ყველაფერი? 500,000 კურსდამთავრებული ყავს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელსაც აშენებული აქვს არა მარტო საქართველოს, არამედ მე მგონი მთელი საბჭოთა კავშირი, ხო? იმიტომ რომ უნიკალური კადრები იყო ჩვენი ტექნიკური ინტელიგენცია, ხო? და გარდა მაგისა, ახლა მე 4 წელია რაც იქ მუშაობ და მე მინდა ვილაპარაკო იმ აღმშენებლობით რაღაც პროცესებზე, რომელიც ამ ბოლო ხანს არის. მე ძალიან კრიტიკულად ვიყავი განწყობილი
როდესაც მივედი, ახლა მე პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ვარ და სწორედ რექტორმა მიმიყვანა იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ ტექნიკური დარგის წარმომადგენელი, არა ამ მიმართულებით გამეკეთებინა რაღაცა და მე 4 წელია მუხლჩაუხრელად მუშაობ და რაღაცა შედეგები გვაქვს. მე აღარ ვამბობ იმაზე, რომ უნივერსიტეტმა სხვათა შორის მე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი რექტორი ძალიან ენერგიული, პასიონარული ადამიანია და იღწვის, რომ რაღაცა ისეთი ხელშესახები გააკეთოს, ხო? უნივერსიტეტმა მიიღო აბეტის აკრედიტაცია. აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა მაგალითად CERN-თან, ხო, იქ იაპონურ ორგანიზაციებთან და ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და სტუდენტები არა ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობენ. და რა საჭირო არის, ვთქვათ, შთანთქმა ასეთი უნივერსიტეტისა, როდესაც შეიძლება, კი ისიც მესმის, შეიძლება რაღაცა კონსორციუმი გააკეთო, რაღაცა სახის გაერთიანება, რომ არ დაუკარგო, ხო, ამ უნივერსიტეტს თავისი სახელი. მოდერნიზება რაღაც ცვლილება ეს ალბათ სხვა რამ არის და ის რაც დღეს ხდება, ეს ნიშნავს უბრალოდ ერთი უქმდება, უერთდება მეორეს, ეს არის სხვა რამ. იმდენად აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც აი ამ უშუქობის, უხელფასობის, რა ვიცი, პირობებში არა აი ენტუზიაზმით, იმდენად უყვართ თავისი საქმე, დადიოდნენ და უხელფასოდ მუშაობდნენ. ეხლაც, როდესაც გაცხადდა, თქვათ, აი იყო რაღაცა კადრების შემცირების საკითხი, რა ქნეს იცით, გაიყვეს შტატები, რომ არავინ არ დარჩენილიყო უსამსახუროდ, ხო? და რომ არ ყოფილიყო ეს რაღაცა მოთხოვნა ძალიან მტკიცე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ხშირად არის ხოლმე საზოგადოებაში ახმული, რომ ეხლა თუ დარჩა ადამიანი უშუალოდ რა მოხდა სხვა სამსახურს ნახავს. ეს აქ ამაზე არ არის, რა თქმა უნდა, საუბარი. ანუ ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი შეპესერო, სადაც კომპანია რო ერთი კომპანიიდან მეორეში გადავა. ეს არის მეორე სახლი ამ ხალხის. ეს არის სხვა საზოგადოება და ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ესეთ ადამიანებთან არის სხვა სახის დიალოგი საწარმოებელი, ხო? ეხლა ის რასაც მე მეუბნევიან და ეხლა წარმოიდგინეთ მე ამ ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ, ხო? და ის мотиваცია, რითიც ხსნიან ამ რეფორმას, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რომ კვლევები ჩატარდება. დამიდრონ ის კვლევები, ხო? ემპირიული კვლევები, ამ თეორიული რაღაცა თქვა დადასტურებით და ჩვენ ვნახავთ ერთი რა ემპირიული კვლევები ჩატარდა, რის საფუძველზეც აუცილებელია ამ უნივერსიტეტის ესე იგი შერწყმა, ხო? ის мотиваცია, რასაც ისინი წარადგენენ, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დავწმუნდეთ იმაში, რომ ეს წარდგება როგორც ერთ, ისე მეორე უნივერსიტეტს. მით უმეტეს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში რატო შეიქმნა ეს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერება? არც ამაში არ არის დარღვევა. იმიტომ რომ მე ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი ვიცნობ საუნივერსიტეტო მუშაობას და მაგალითად იმის ლაპარაკი რომ რა ადგილი აქვს ახლა ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებაში მე ვერ დავეთანხმები. რატო იცით? მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სოციალური მეცნიერებების სკოლა. და უნივერსიტეტს, როდესაც ქვია უნივერსიტეტი, არა მას მრავალპროფილურს ნიშნავს. შენ თუ ავტონომიაზე ლაპარაკობ და ეს კანონმდებლობით არის გამყარებული, არა მას აქვს უფლება, რომ ფინანსური უზრუნველყოფისთვის გააკეთოს რაღაცა სხვა დარგის მიმართულებები და უძრავ ქონებაზე. სულ არის ლაპარაკი, რომ რაღაცა ახალი მატერიალური ბაზა აშენდება. მე მინდა უთხრა ხელისუფლებას, რომ იგივე მაგალითად ნიუ-იორკის, კოლუმბიის, ჰარვარდის, ნუ ზოგი იქ არის კერძო უნივერსიტეტი. ისინი ფლობენ უდიდეს, ესე იგი, უძრავ ქონებას. რატო? და არავინ არ ართმევს მათ ამ უძრავ ქონებას და არ უნდა რომ ერთი ადგილიდან სადღაც გადაიყვანოს. რატო?
იმ უძრავი ქონებიდან აქვთ ძალიან დიდი შემოსავალი, რომლებსაც ისინი ხარჯავენ ისევ ამ პროფესორ მასწავლებლების და სტუდენტების კეთილდღეობისთვის და სხვადასხვა სამეცნიერო პროექტების დასაფინანსებლად. ამიტომ ესეც გაითვალისწინონ, ხო? ანუ თუნდაც საუბარი იმაზე, რომ უნივერსიტეტი თავისი, სხვადასხვა უნივერსიტეტები თავისი უძრავ ქონებას როგორ განკარგავენ, რა პროფილით, რა ფორმით გამოიყენებენ, ესეც არის პრინციპში ავტონომიურობაში ჩარევა, ხო? იმიტომ რომ ყველაფერს რო თავიდანვე სახელმწიფო უნივერსიტეტია და გეუბნებიან, კი არის საჯარო სამართლის პირი, ხო? მაგრამ დამფუძნებელი არის სახელმწიფო და ამიტომ რასაც მინდა მე იმას გავაკეთებ, მაგრამ აქ უკვე რაღაცა ლოგიკით ყველანაირი ავტონომიურობა ნომინალურია მაშინ. პრინციპები დგება, ხო, პირველ პლანზე, რომ რაღაცნაირად შენ იმაზე კი არ იფიქრო, ვთქვათ, რაზეც ახლა ლაპარაკობ, მე არ მინდა რომ ეს დავიჯერო, ხო? გაყიდვაზე და კორპუსებზე. გაყიდვაზე და კორპუსებზე, იმიტომ რომ რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს საშინელება იყო. არ მინდა უბრალოდ ეს დავიჯერო, რომ ეს ხელისუფლება მაგას გააკეთებს, ხო? ეს არ არის უბრალო შენობა. ტაძარს რატო ეძახიან, ხო? ეს ჩვენთვის ძალიან წმინდა და ხელშეუხებელი რაღაცა და ეხა ზოგიერთისთვის იქ რაღაც რუსთავში აშენებულ მასში ივლის თუ აქ არსებულ მაგას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ არც უსწავლია იქ და არ აქვს ისეთი განწყობა, როგორც მაგალითად მე მაგ და კიდე სხვა პროფესორი. კი ბატონო. ბატონ დავით, თქვენ თქვით რომ არსებული ვითარება ეს არის კრიზისი, საკმაოდ ძალიან ღრმა კრიზისი ყველა მიმართულებით. ეს ალბათ პირველ რიგში შეეხება უსაფრთხოების გამოწვევებს, შეეხება აი ამ დესტაბილიზაციის საფრთხეს და შესაძლო პროგნოზს, რაც შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს. ამაზე ალბათ ჩვენი მაყურებელი დაგვეთანხმება, თუმცა აქ თავარი შეკითხვა არის, რამდენად არის თქვენი აზრით მართლ რგოლში გააზრებული ამ კრიზისის სიღრმე, იმიტომ რომ მე პირადად მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება მოქმედებს პირიქით იმ რწმენით, რომ მას მან ყველა კრიზისი უკვე დაძლია, მათ შორის აი დესტაბილიზაციის რისკები დაძლია, ის საფრთხეები დაძლია, რაც შეიძლება ქუჩიდან რადიკალური პროტესტით ემუქრებოდეს. და ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ იმას, რომ ვინმე აპირებს იქ რადიკალური პროტესტის გამართვას, მაგრამ რამდენად აქვს თქვენი აზრით გააზრებული ხელისუფლებას იმ კრიზისის მნიშვნელობა, რა კრიზისშიც არა მხოლოდ ამ განცხადებით, მაგრამ ეს განცხადება ერთგვარად კულმინაციური აღმოჩნდა, რა მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად ქვეყანა. Ну, ძირითადად მე ვფიქრობ, რომ ამ შეკითხვას მე ბოლოს გავცემ, ყველაზე ბოლოს პასუხს ალბათ რაღაც პატარა მიმართვის სახით მომიწევს რამოდენიმე წინამორბედების თქვა და იქ უფრო სიგვცეულად ჩავშლი ამას ყველაფერს. პირველ რიგში ერთი რამ უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემთვის ორივე უნივერსიტეტი არის ძალიან ახლო უნივერსიტეტი და ოჯახათვლი ორივე უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში მე დავიცავე პირველი საკანდიდატო დისერტაცია და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადღაც 2 წელი არ არის, რომ დავიცავე მეორე დისერტაცია, რა თქმა უნდა, ტექნიკური მიმართულებით და ისედაც ძალიან ბევრს ვიცნობდი, იმიტომ რომ თავიდან ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როდესაც სტუდენტი გავხდი და დღემდე არის შენარჩუნებული ის კადრები, რომლებიც ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო პროდუქტს წარმოადგენენ სახელმწიფოსაც. ამიტომ ბევრ რამეს, რასაც ვიტყვი, მე ვფიქრობ, რომ პირადი დაკვირვების საფუძველზეც მაგ ამის გაკეთების საშუალება და არა ვთქვათ რაღაც ინფორმაციების მოსმენითა და ანალიზით და მე წარმოვადგენ ამ წუთში ადამიანს, რომელიც სპეცსამსახურში მუშაობს, კრებს ინფორმაციას, აანალიზებს და დევს. ეს არის პირადი გამოცდილება. ეს არის პირადი გამოცდილება. მოდით დავიწყოთ ერთი მნიშვნელოვანი ტერმინით, რომ რეალურად აღნიშნული გადაწყვეტილება ეს იყო ოპერატიულ ვითარებასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლები, ან რომელიც კონკრეტული ჯგუფი, რომელსაც აქვს ვალდებულება რომ აკონტროლოს სატელევიზიო მასმედიის სივრცე და თვლი რომ ეს ნორმალური პროცესია და უცილებელი პროცესი არის ნებისმიერ სახელმწიფოსათვის, აი ეს ტერმინი ვფიქრობ რომ ხვალ ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მაგიდაზე და ვფიქრობ რომ იქ ამას უფრო სხვანაირად და სწორად გაიგებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ტერმინი ოპერატიული ვითარებასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება. იმიტომ რომ შედეგი სახეზე გვაქვს, რომ ამან გამოიწვია პრაქტიკულად ისეთი მუხტი, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ საბოლოო ჯამში გამოყენებული იქნას პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხეთ. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არ აგვაქვს საქმე კრიმინალურ დაჯგუფებებთან და ისეთ ელემენტებთან, რომლებიც
თქვათ, რაიმე დესტრუქციით გამოირჩევიან და ზოგადად ამ მასაში ძალიან ძნელად მოიძებნება იშვიათი გამონაკლისის გარდა ალბათ ადამიანები, რომლის კომპრომეტაცია ძალიან მარტივია. ესე იგი საზოგადოებრივი აზრის მომზადება ზოგადად ამ ფენასთან დაკავშირებით, რომელიც იძულებული გახდა რომ ქუჩაში გამოვიდეს, სახელმწიფოს ძალიან გაუჭირდება. რაც ყოველთვის ხელს უშლის პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხის ნეიტრალიზებას. ეხლა რაც შეეხება, მე მინდა რომ რამოდენიმე ოპერატიული ვითარებასთან არათავსებადი გადაწყვეტილებები უნდა ჩამოვთვალო, რომელშიც გარეული იყვნენ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო თუ საპრეზიდენტო ხელისუფლების წარმომადგენლები და რომელზედაც სახელმწიფოს არანაირი რეაგირება დღემდე არ გაუკეთებია. ეს არის პრაქტიკულად ძალიან მოკლე ისტორია იმ პოსტსაბჭოთა საქართველოსი, რომელშიც ჩვენ ვიცხოვრეთ და გამოვიარეთ. პირველ რიგში დავიწყოთ სტრატეგიული ობიექტების რეალიზება, რომელიც ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე არის მიღებული და რომლითაც სახელმწიფომ პრაქტიკულად დაკარგა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები და მათ შორის ის აღმოჩნდა იმ ხელისუფლებების მიერ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მტრულად აღიარებულ სახელმწიფოს ხელში. შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტების უკანონო არასახელმწიფოებრივმა მიდგომებმა გამოიწვია ისეთი ტიპის რეალიზაცია, რომ უცხო სახელმწიფოებს მიეცათ მანიპულირების საშუალება და ნებისმიერ დროს მათ აქვს შესაძლებლობა გამოიწვიონ სოციალურ-პოლიტიკური დესტაბილიზაცია. მეორე და მნიშვნელოვანი გახლავთ საზღვრის, უკაცრავად საზღვაო სივრცეში ტენდერების უცხო ქვეყნების მიერ მუდმივი მოგება. ძირითადად საუბარი მაქვს მცურავ საშუალებებზე, რომლებიც შემოდიან ჩვენ სივრცეში და ზოგადად ალბათობის მაღალი ხარისხით ფლორასაც და ფაუნასაც საკმაოდ დამაზიანებელ ზემოქმედებას ახორციელებენ. ეს ცოტა დიდზე წაგვიყვანს, მაგრამ აქაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო აწლეულებია ამ პრობლემას ვერ ანუ ძირითადად ესენი არიან, ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ურავი საშუალება. ჩვენი ქვეყნის ურავი საშუალება და პროდუქცია, რომელსაც ისინი მოიპოვებენ საქართველოში, გადის უცხო სახელმწიფოში და შემდეგ შემოდის ჩვენთან და ჩვენ იძულებული ვართ, რომ ჩვენი პროდუქცია 10 და 20 მეტად ვიყიდოთ ღირებულებითი ნაწილი და ეს უკავშირდება იმასაც, რომ რეალურად ჩვენ შეგვიძლია რომ სახელმწიფოს კონდეს თავის ურავი საშუალებები, განხორციელდეს ადამიანთა დასაქმება. შესაბამისად, ადგილზე შეიძლება გაკეთდეს ისეთი ქარხნები, რომელიც დაამუშავებენ იმ პროდუქციას, რომელიც ჩვენ კონკრეტულ საკუთრებას, ესე იგი რეალურად აი აქაც სახელმწიფოს არა აქვს მეცნიერულად გათვლილი თუ რა ზიანი ადგება ქვეყანას და რამდენად კოტრდება ქვეყანა ესეთი ტიპის გადაწყვეტილებებით. დუბლირებული პროდუქცია. ეს არის პროდუქციის ნაირსახეობა, რომელიც გადის საქართველოდან და რომელიც შემოდის საქართველოში. აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშნები და აქ ზოგადად ვფიქრობ, რომ აქაც არ არის მეცნიერული მიდგომები და ალბათობის მაღალი ხარისხით აქაც არ არის გათვლილი ზოგადად პროცესის შინაარსი ყოველ შემთხვევაში დაუდგენელია. აგრარული რეფორმა, ჩვენ გვახსოვს ამერიკული სიმინდის რეფორმა, ერთადერთი რეფორმა არის, რომლის სამეცნიერო კვლევითი მაღალი დონის ინსტიტუტი არსებობდა, მაგრამ ეს ინსტიტუტი არ ჩართეს და განახორციელეს რეფორმა, რომლის დროსაც პრაქტიკულად გააკოტრეს ადამიანები, დააზიანეს, ესე რა ვქია, ნიადაგი და შესაბამისად ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საქართველოს 60-ზე მეტი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი აქვს საქართველოს ნიადაგებთან თავსებად. ანუ ამის ექსპერტიზის შესაძლებლობა არსებობდა, ხო? ამის ექსპერტიზის არა მარტო შესაძლებლობა არსებობდა, არამედ ითხოვდა აგრარული მეცნიერებათა აკადემია, რომ არ განეხორციელებინათ ეს რეფორმა და შესაბამისად ესე რა ვქია, იყო შესაბამისი რეკომენდაციები, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს. ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა ის, რომ ეს იყო ამერიკული კომპანია, რამდენადაც მახსოვს პიონერი, რომელსაც სახელმწიფოსთან ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული, რომ მას არ ჰქონდა, ესე იგი, უფლება, რომ აიღოთ ეს მასალა და ლაბორატორიულად შეემოწმებინათ, იმიტომ რომ ერთი ტიპის სიმინდი არ შეიძლება თავსებადი იყოს, მაგალითად, რასაც იმერეთის ნიადაგში უნდა დათესო და რაც ვთქვათ აღმოსავლეთ საქართველოში, ну ამაზე მეცნიერება ძალიან აი ესეთ მეცნიერულ ერთად შემთხვევა, რასაც ახლა მე ჩამოვთვლი, როდესაც არსებობდა მაღალი დონის ისა და იყო მიმართვები მეცნიერებიდან და არ გამოიყენეს. მეცნიერებმა რა იციან, კაცო, მოდი გავაკეთოთ და დააღვნიშნოთ ესეთი მიდგომა. მე მგონი რომ საზოგადოებას
სადღაც ჩემი ასაკის და ჩემო უფროს თაობას ძალიან კარგად ახსოვს რა ტიპის იმპორტი ხორციელდებოდა საქართველოში ინდური კამეჩის ხორცის. ეს იყო ხორცის ნაირსახეობა, რომელიც სათანადო დამუშავების გარეშე იწვევდა დეგენერაციას ადამიანებში. ამიტომ ყველა ის პროცესები. ეხლა მე მარტო ერთ ფაქტს ვამბობ და თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი რამდენი პროცესი არის განხორციელებული საქართველოში და ის პრობლემები რაც ჩვენ ჯანმრთელობის მიმართულებით გვაქვს სხვადასხვა თაობებში არ უნდა გამოვრიცხოთ რომ აი აქედანაც დაიწყო და შემდეგ კიდე გრძელდება. ყვებით რაციონს რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მაგ ამ შემთხვევაშიდაც უბრალოდ ვისაც აინტერესებს ეს საკითხი უნდა ვიცოდეთ ერთი რამ აქ იყო ისეთი მაღალი დონის კორუფციული ხელშეკრულება რომ ზოგადად თვითონ შემომტანი ამ პროდუქციის უზრუნველყოფდა რეალურად დასკვნის გამკეთებლის სამეურნეობო სახსრებს და ახლა სხვა რამეზე აღარ ანუ ექსპერტს თვითონვე აფინანსებდა და დამთავრებული იყო. კარგით. შემდეგ დავუკვირდეთ დღევანდელ მდგომარეობას, რაც თუნდაც ამ ხელისუფლების და სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ხდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი პრეცედენტები, როდესაც კვებისა და ფარმაციის ობიექტებზე მომწამლელი პროდუქტები გამოვლენა განხორციელდა. ეს იმას ნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, როგორც ჩვენი ესა უმცროსი და პატარა ჩვილი თაობები, სხვადასხვა თაობები პრაქტიკულად იწამლებოდნენ. ხოლმე თუ რისი ბრალი იყო, ან არის აქ ყალბი, ზოგადად დოკუმენტები გაცემული, ან და ზოგადად ამის საჭიროება არ გახდა და სათანადო ლაბორატორიული მექანიზმები, ამისი საექსპორტო მექანიზმები ან არ გვაქვს, ან გვაქვს და სახელმწიფო ამას არ იყენებს. ხარისხის კონტროლი. კი ბატონო. ჩვენ გვახსოვს თურქეთში განვითარებული მოვლენები, როდესაც მოხდა მიწის სვლა. რა დამანგრეველი შედეგი მოიტანა საქართველოს. მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში ამ 35 წლის განმავლობაში, რომ უსაფრთხო მშენებლობის კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი და გადამჭრელი ზომები ხორციელდებოდეს. ამიტომ მე როგორც საქართველოს მოქალაქე ძალიან მაინტერესებს, რამდენად ვარ დასღვეული იმ მშენებლობებით, რომელიც განხორციელებულია. რომ ისინი გაუძლებენ იმ დატვირთვას, რაც იმ ზონისათვის, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, შესაძლებელია. თუ მუშაობს ბატონო დავით ამ ქვეყანაში ეს დეველოპერული კომპანიები მუშაობენ და გქონდეს იმისი შიში, რომ ამ ხრივად არ არის ნორმალური ექსპერტიზები, ნორმალური მე ხევძღვანელობ მხოლოდ ღია წყაროებში არსებული ინფორმაციების ანალიზით და იმის გათვალისწინებით, თუ საცხედან თვითონ ამ დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები რა დონის ლობირება შეუძლიათ, რა დონის თანამდებობის პირები ყავთ ზოგადად ხელისუფლებაში. ან თვითონ არიან პირდაპირ. ან თვითონ არიან და სადაც ზოგადად ძალიან ძნელია, როცა ლობი ყავს და ამ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმები სახელმწიფომ გამოიყენოს, ვფიქრობ, რომ არა მაქვს დადებითი დამოკიდებულება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განახორციელა სახელმწიფომ, ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის დროს, გააუქმეს შრომის უსაფრთხოების ინსპექცია. და შექმნეს 12 წლიანი ვაკუუმი და პრაქტიკულად მეცნიერული განვითარება ამ მიმართულებით აღარ არსებობდა. აღარც ლიტერატურა შექმნილა ისეთი როგორც და აღარც შესაბამისი კვლევები აღარ განხორციელებულა. და ყველაზე მთავარი და არსებითი 2005 წელს გაუქმდა სახელმწიფო უშუალოების სამინისტროს აკადემია, რომელიც უშვებდა ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებს, როგორც სადაზვერო, ისე კონცადაზვერო და ისე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთხით. არც ერთი ეს რეფორმა არ იყო მეცნიერულად გათვლილი და მე რომ მართალი ვიყავი ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა მათ შორის თქვენთანაც არაერთხელ გაგვიხილავს ეს თემა, ეს დასტურდება იმით, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შექმნა სამაგისტრო პროგრამა, რომელიც რა თქმა უნდა არ არის იმ დონის, რაც იმ პერიოდში იყო, მაგრამ ნახეთ რა მოხდა. ესე იგი 2005 წლიდან დღეს უკვე გასულია რამდენი? 21 წლის განმავლობაში პრაქტიკულად მაღალი დონის მომზადება სპეცსამსახურების თანამშრომლების არ განხორციელებულა. აბა სად ხორციელდება? ეხლა ერთი წუთი და გეტყვით ახლა რა ხდება. იმისათვის რომ მოამზადო მაღალი დონის სპეცსამსახურის თანამშრომლები, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო გრიფით უნდა მიმდინარეობდეს სამეცნიერო მუშაობა. გარეთ რო ეს არ მიმდინარეობს, ვიცი, და არც შესაბამისი ლიტერატურა, რომელიც აუცილებელია, როგორც ჩვენთვის დღეს წყალი, საკვები, თქვენთვის როგორც ჟურნალისტების ინფორმაცია არის, ისე არის იმათთვის
შესაბამისი ლიტერატურა საჭირო. მე დიდი სიამოვნებით მოვისმენდი ამაზე ინფორმაციას თუ ამ მიმართულებით ვინმე მუშაობს. და კიდევ ერთი ფაქტორი მინდა შევახსენო დღევანდელ განათლების მინისტრს. ბატონ გივი მიქანაძეს მე გახდით პოლიციის აკადემიაში ასოცირებული პროფესორი იმ დროს, როდესაც ფუნქციონირებდა როგორც საბაკალავრო პროგრამა, ისე სამაგისტრო პროგრამა. სამაგისტრო პროგრამა იყო საქართველოს უახლეს პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი პროგრამა. ის იყო თავმოყრა სხვადასხვა უნივერსიტეტში მაღალი ინტელექტით გამორჩეული ადამიანების, მათი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები იმდენად მაღალი იყო, რომ პრაქტიკულად ეს ადამიანები უნდა დასაქმებულიყვნენ შემდეგ და დასაქმდნენ კიდევაც შინაგან საქმეთა სამინისტროში და სხვადასხვა უწყებებში. მე მქონდა ბატონ გივი მიქანაძესთან შეხვედრა, სანამ გაუგდებოდა პოლიციის აკადემია და მე ეს ინფორმაცია მქონდა და მე ზოგადად მას შეკითხვა დაუსვი. და მაშინ მქონდა პოზიცია, რომ ეს მიმართულება არ გაუგდებოდა. ჩვენ და სამწუხაროდ რამოდენიმე დღეში ეს სასწავლო საფეხურები გაუგდა და ფიქრობ, რომ ეს იყო მავნებლური გადაწყვეტილება, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს იყო პრაქტიკულად საბოტაჟური ქმედება, იმიტომ რომ ახლა მე მეტის უფლება არ მაქვს რომ ვისაუბრო, თორემ იქ ძალიან გონიერი და ძალიან ღირსეული რექტორი ყავდა, ეს რა ქვია, პოლიციის აკადემიას, რომელსაც მოსმენის მაღალი კულტურა ჰქონდა და განათლების ძალიან მაღალი დონე და შესაბამისად როდესაც ყალიბდებოდა ეს პროგრამები და ერთ სიტყვით ესეც გაუგდა. დღეს ჩვენ კვლავ უბრუნდებით, ნახეთ, ყოველთვის შლით ფუნდამენტს და მერე ვიწყებთ ახალი ფუნდამენტის შექმნას. დღესაც იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ იქ კვლავ შეიქმნას სასწავლო, მაღალი დონის სასწავლო პროგრამები. აქედან გამომდინარე, აი ეს არის ანალიზის საგანი, რომელიც აუცილებლად განკუთვნილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს პრემიერ-მინისტრი ვერ გააკეთებს, მაგრამ ვფიქრობ, მას აქვს შესაძლებლობა, რომ შესაბამის დავალება გასცეს და გააკეთოს სიღრმისეული ანალიზი ამ მიმართულებით. მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადი რა მოვლენების განვითარდა, რა შედეგი შეიძლება იყოს იმ პროცესიდან, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ამით დაინტერესებული არის არა მარტო ქვეყნის შიდა დესტრუქციული ძალები, არამედ უცხო სახელმწიფოებიც. ამიტომ ცოტა მეტი სიფრთხილე და ცოტა მეტი ყურადღება ჭირდება ნებისმიერ შიდა პროცესს, რომ ის არ იქცეს ზოგადად პოლიტიკური დესტაბილიზაციის წყაროდ ქვეყანაში. დიდი მადლობა. კავტონ თამარ, თქვენთან შევაჯამებ და დავასრულებთ გადაცემას რამდენიმე წუთით. თუ გვაქვს იმისი მოლოდინი, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება გარკვეული კომპრომისი, გარკვეული და ყოველ შემთხვევაში მეტი სიცხადი შეტანა აი ამ ცოტა არ იყოს ბუნდოვან პროცესში და არა ისეთი ხისტი პოზიციები, რასაც სამწუხაროდ ხედავთ ბოლო დღეებია, როგორც გადაწყვეტილების გამოცხადება იყო ძალიან ხისტი პოზიცია, რომ შეუთანხმებლად არავისთან კონსულტაციის გარეშე პირდაპირ ესე ტელევიზიით გავიგეთ ამის შესახებ საზოგადოებამ და პირველ რიგში პროფესორ მასწავლებლებმა, მაგრამ აი ეს რეაქცია რაც შემდეგ ამ ყველაფერს მოყვა, თუ გაფიქრებინებთ თქვენ რომ ხელისუფლების მხრიდან გარკვეული დათმობები, კომპრომისები და საერთოდ რატო უნდა დავარქვათ ამას დათმობა და კომპრომისი, ალბათ ბევრად თავიდანვე ნორმალური იქნებოდა თუ რაღაც დიალოგის რეჟიმში წარიმართებოდა, ხო ეს ყველაფერი. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ, თუ ერთი კვირის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ იქნება დიალოგის რეჟიმი, საზოგადოებასთან დიალოგის რეჟიმი. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ საკითხზე შეიძლება მოხდეს სამეცნიერო საზოგადოებასთან დიალოგი და რაღაცა პოზიციების შეჯერება. და მე სულ არ მიმაჩნია, ეს იქნება ძალიან კარგი პროცესი. უკან დახევაც რომ მოუწიოს არა კომპრომისი ეს არის ძალიან კარგი რამ, როდესაც ხელისუფლება მიდის კომპრომისზე საზოგადოებასთან. ამიტომ მე მივიჩნევ, რომ გამოიჩენენ ეს ახალგაზრდა ადამიანები პოლიტიკურ ნებას, გააგრძელებენ საზოგადოებასთან დიალოგს და იქნებ რაღაცა სასიკეთო მივიღოთ როგორც ქვეყნისთვის, ისე აქ ცხოვრები
მოსახლეობისთვის, ხო? და ეხლა რაც რაზეც ბატონმა დათომ გაამახვილა ყურადღება, ეს ყველაფერი განათლებასაც თან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ როდესაც განათლებული ადამიანია, ის საფრთხეებს აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვავს. ხო, იგივე მაგალითად ამ საზღვაო საკითხებთან დაკავშირებით. ელემენტარულად არის გეოპოლიტიკის თეორიები, სადაც მოწინააღმდეგე სახელმწიფოები გეგმავენ რას, რომ მნიშვნელოვანი ობიექტები, რაც შეიძლება მათ შორის პორტების ზღვაზე არის, არა მოხდეს მათ ხელში. და ეხლა რა ვითარებაა დღეს ამ საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ნამდვილად ეხლა ყველასთვის შეიძლება არ არის ეს ცნობილი, მაგრამ საქართველო არის ქვეყანა, რომელზედაც პრემიერმა გაუსვა ხაზი და ილაპარაკა, რომ 7 ქვეყნისთვის საქართველოს მეშვეობით ხდება საზღვაო დაკავშირება, ხო, მსოფლიოსთან. კვანძი ერთ-ერთი ამიტომ წარმოიდგინეთ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს და რა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს საქართველოს. ჯანდაცვის პრობლემები, ესეც განათლებასთან არის დაკავშირებული, იმიტომ ჯერ კიდევ ბიბლიაშია, ხო, რასაც ჯამთ ისავართ. შესაბამისად, ამდენი დევიაცია ამ ჯანმრთელობაში, ეხლა თურქეთში იძახიანო, რა არისო, რა გჭირთო ამდენი სიმსივნური დაავადებები, იმიტომ რომ აი სააკაშვილმა რო გააუქმა ის სასურსათო კონტროლი, არა, ალბათ ვიმკით დღეს აი ამ საშინელ სურათს, ხო? ისევ ვამბობ, რომ საქართველო არის ძალიან ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა და ესეც ალბათ დაგეგმილია, რომელსაც ჩვენ ვერ ვაფიქსირებთ. ის უამრავი ფონდი, საელჩო, სხვადასხვა დაწესებულებები, რომლებიც საქართველოშია, თვითონ სოროსის ფონდი, როდესაც შემოვიდა, იცით, როგორი დათქმა ქონდა, რომ შენ პროექტებს წარადგენდი, იმას ან დაგიფინანსებდნენ, ან არა, მაგრამ რატო არ დაგიფინანსეს, არა, ამას არ გეუბნეოდეთ. დასაბუთების ვალდებულება. წარმოიდგინეთ, თქვენ რამხელა ინტელექტუალური საინტერესო წინადადებები წაიღო სოროსმა, რომელსაც შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის. და აი რაც სიმინძე ბრძანეთ, პირდაპირ მონსანას და პიონერის რანაირი სიმინდის კულტურა შემოიტანეს, რომელსაც არ ჰქონდა ისეთი ნაყოფი, რომელიც გამოდგებოდა სათესლე მასალად, ხო? რომელიც ფიტალდა ამ მიწას და ეს პირდაპირ იყო კი საქართველოს სოფლის მეურნეობის განადგურების მიმართული. და აი სულ ახლახან, საერთაშორისო ამ ხელისუფლების პირობებში სადოქტორო პროგრამებზე შემოიტანეს როგორი წესი, რომ უნდა უცხოელი ხელმძღვანელი ყავდეს, ერთ-ერთი ან უცხოელი ოპონენტი, ხო? აქაც სად არის დაცულობა, ხო? შენ სამეცნიერო პოტენციალს და რაღაც საინტერესო მონაპოვარს უზიარებ კანონით ავალდებულებს საკუთარ თავს, რომ უნდა გაუზიაროს გაუზიარო და შეიძლება იმან უნდა უთარგმნო. თან უნდა უთარგმნო ინგლისურ ენაზე, ხო? და ისიც მინდა მე შევახსენო, რომ ქართულ ენაზე სწავლება, ეს კი განახორციელეს ეს რეფორმა, რომ ქართული უნდა ისწავლო, მაგრამ იცით ქართულ ენაზე, აი ამასინათ აკადემიაში წიგნის პრეზენტაცია ქონდა და ერთ-ერთმა აკადემიკოსმა არაბული იყო, რატო ებრძვიანო ქართულ ენას, რატო ებრძვიან, იმიტომ რომ ეს ენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, ხო? მენტალიტეტი, ფსიქოლოგია, ეს ყველაფერი ფორმირდება და ის ნიჭიერებაც, რომელიც ჩვენ გვაქვს, სწორედ ამ ქართული ენის დამსახურება. საზროვნო აპარატს განსაზღვრავს. ჯერ ნახეთ როგორი ანბანი 33-100, არც ერთი აი ხა ინგლისური რო აიღო, მაგალითად რუსული რო აიღო. არა, იქ არის კომბინაცია ორი ასოსი რომ მიიღო რაღაცა ვთქვათ ხმოვანი, ხო, ან თანხმოვანი და ჩვენთან ეს არ არის საჭირო. რაც განაპირობებს ეს სხვა დანარჩენ რაღაც კომპონენტებთან ერთად იმ უნიკალურ ნიჭს, რომელიც აქვს ქართველებს. ამიტომ ნახეთ იაპონელებმა ჩაატარეს ესეთი ექსპერიმენტი, რომ
მაგათ ხო უყვართ ხანგრძლივი ექსპერიმენტების ჩატარება და აიღეს ორი ჯგუფი პატარა ბავშვებისგან შემდგარი, რომელსაც აკვირდებოდნენ ბევრი წლის განმავლობაში. ერთ ჯგუფში იყო იაპონურად სწავლება, მეორე ჯგუფში იყო ინგლისურად. და რა მიიღეს? ის ბავშვები, რომლებიც იაპონურად სწავლობდნენ, პროდუქტი იყო ამ იაპონური კულტურის და ინგლისურად ვინც სწავლობდა, მათ ის თვისებები უკვე აღარ ჰქონდათ. ამიტომ იმათ საყურადღე, რა თქმა უნდა, ინგლისური უნდა იცოდეს, სხვა უცხო ენები უნდა, რუსული უნდა იცოდეს, მაგრამ პირველ რიგში თუ გინდა ის უნიკალობა შეინარჩუნო, რაც ქართველ ერს ახასიათებს, არა, ეს არის მშობლიური ენა და აზროვნება მშობლიურ ენაზე. ამიტომ მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ ყველაფერი ეს ძალიან ღრმად მეცნიერულად გაანალიზოს და შეეკითხოს, აი ამ რეფორმის დროს ეს ხო არ არის დაჯდეს სამი ადამიანი და რაღაცა გადაწყვიტოს. ხო, აქ უნდა იყოს ჩართული ფსიქოლოგი, ისტორიკოსი, სოციოლოგი, პოლიტოლოგი, რა ვიცი, უამრავი ადამიანი, რომელიც ძალიან სერიოზულად მოამზადებს, ხო, ამ რეფორმის პროცესს და ეს არ უნდა იყოს შოკური თერაპიის შედეგი, რა, ცოდოა ეს ხალხი. საქართველო, მაგრამ იმდენი გადაიტანა, აი არ ვიცი, ომები და რა ვიცი, დუხჭირი ცხოვრება ეს და ცოდოა ეს ხალხი და ამიტომ რაღაცა ისეთი რეფორმები უნდა განვახორციელოთ, რომელიც იქნება ხანგრძლივ პროცესზე. კი, რაღაცა ალბათ არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, ხო? მაგრამ ხანგრძლივი არ იქნება ეს შოკური თერაპიის გამოვლინება და რაც მთავარია ორიენტირებული იქნება დადებით წარმატებულ შედეგზე. და აი მე მოუწოდებ, რომ ნუ მოახდენთ ნიველირება სამეცნიერო პოტენციალს. ჯერ კიდევ არიან ის, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ბრძოლა არის გამოცხადებული, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოგადგებათ და დაეკითხეთ. მაინც ახალგაზრდა ადამიანები არიან ხელისუფლებაში და დაეკითხონ იმ ძველ თაობას, იმიტომ რომ ეიჯიზმია ხო საშინელი და ეს ყოველ წუთიერად ხდება იმისი დემონსტრირება, რომ ის ძველი თაობა არ არის ისეთი პროდუქტიული, როგორც ახალგაზრდები და ეს ეიჯიზმი, ესეც ხელოვნურად შემოღებული რაღაცა ტექნოლოგიურად დამკვიდრებული, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურად გამყარებული მომენტია. რატო? იმიტომ რომ ქართველების კულტურაში, ისევე როგორც ჩინელების, ხანში შესულ განათლებულ ჭკვიან ადამიანს ყოველთვის ჰქონდა დაფასება. და თუ ესე კი ეს არ იქნება დამახასიათებელი ჩვენი ცხოვრებისთვის, არა, კარგად არ წავა ნამდვილად. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა კალბატონო თამარ, ბატონო დავით, ძალიან საინტერესო ეთერისთვის და საუბრისთვის. დაგემშვიდობებით და იმედი მაქვს მომავალშიც ვისაუბრებთ არაერთხელ ბევრად უფრო პოზიტიურ საკითხებზე მრჩანია ხოლმე ვიდრე აი ესეთ მართლა ძალიან რთულ და კრიზისულ ვითარებაზე საუბარი. დაგემშვიდობებით შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ პროფესორები კალბატონი თამარ კიკნაძე და ბატონი დავით კუხალაშვილი. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, მადლობას გადაგიხდით ყურადღებისთვის. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.